ძალიან უსიამოვნო, ძალიან უსიამოვნო, ესე იგი რაღაც გავიგე ამ გუშინდელ დღეზე რა. ჩემმა მეგობარმა მომიყვა, რომ ესე გულიანკა იყო რუსთაველზეო, აქეთ იქითო ყვავილები დადიოდენო, ვიღაც ქალებიო, შედიოდნენ მაღაზიებშიო, რაღაცებს ყიდულობდნენ და ესე იგი პარლამენტის წინო იდგო ბევრად ნაკლები ხალხი, ვიდრე აი ყოველ დღე რო დგანანო რა, იმათზე ბევრად ნაკლები. ესე იგი მე ვთვლი, რომ ქართველი ქალები არიან ბევრად კაცებზე უკეთესები შეგნებით და ესე იგი გონიერებით. ესე ვთვლი, რა დაგემართათ გუშინ, რა გჭირთ ამ 8 მარტზე თუ როდის არის სისულელე რა. ესე იგი გაიგეთ, არაფერი კავშირი ამას არ აქვს რაღაც ქალურობასთან და ყვავილების მიღებასთან და კაცის და ქალის რაღაცა და ურთიერთობასთან. საერთოდ არაფერი კავშირი არ არის. ეს არის ქალის, უпростоოდ ქალების კრებითი გონის პროტესტი. ესე იგი იმასთან კავშირში, რაც არის საერთოდ აი პატრიარქატი და რაღაცა. ამ საქართველოში, რომელიც არის ყველაზე კრეტინული ფორმა, აი ყველაზე უფრო აი რო უკვე კვდება და აი აგონიაში, აი ესეთი პატრიარქატი არის. ესე იგი წელიწადში მე მგონი 10 ქალი მინიმუმ კვდება. ესე იგი ამ ფემიციდისგან. ესე იგი ცემენ აწიოტკებენ დეებს, ცოლებს, რა ვიცი როგორ ექცევიან სახლში და სამზარეულოში და ხაჭაპურისტებად აქციეს და მეტი არაფერი და ესე იგი გამაგებთ აი ამ იდიოტურ სრულიად ქვეყანაში და გარემოში, სადაც პატრიარქატი, აი ესეთი ლპობის სახის პატრიარქატია, ესე ფოფინობს და ეს მუტრუკები რო დადიან, გადმოგდებული ღიპები და ცოლები სახში უცდიან მატროკები და რა ვიცი, აი ამ სიტუაციაში გამაგებინეთ, როგორ შეიძლება, რომ ესე იგი ეს 8 მარტს რო გულაობთ. აი ეს არის საბჭოთა კავშირის უტვინო, სრულიად ჩამორჩენილი და აი მართლა დეგენერატი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, ესე იგი რას ნიშნავს აი ეს პირობითობები და რატო იყო, თქვათ, ეგეთი აღზევებული საბჭოთა კავშირში აი ეს 8 მარტი. ეს ხო პოლიტიკური იდეური რაღაცა ის იყო რა, მეტი კი არაფერი, აი რომ ესე იგი ქალს უთხრან, რომ ხო, წყნარად იყავი, ჩვენ ზრუნველობა გვაქვს შენზე და რაღაცა და აი ჩვენ ქალი და ქალი კაცი თანასწორია, რა თანასწორი, რის თანასწორი. ესე იგი აი არ მესმის ქალებმა როგორ გვიღალატეთ, ესე იგი აი ამ სიტუაციაში და ესე იგი იმის მაგირად თუ ეს გინდოდათ რომ გეზეიმათ და ეს პროტესტი არის მართლა პატრიარქატის წინააღმდეგ, რასაც ივანიშვილი კულტივირებს ქვეყანაში პატრიარქატს, კაცს, რაღაც აი ეს ყველაფერი მოდის მაგათგან. ოცნებისგან, აქედან რომ აი ეს მაგათი ღირებულებები, მუტრუკების გაგებები, რაღაცები, ისე აი გამაგებინეთ, ესე იგი წადი და დადექი პარლამენტის წინ და იქ გააპროტესტე და იხალისე თუ გინდა მაინდა-მაინც და ეს კრეტინებივით რუსთაველზე აქეთ-იქით სიარული ყვავილებით და მაღაზიებში შესვლები და თავს რაღაც ასიამოვნო, მე მგონი პროსტე იმბეცილიზმია და ეს ქართულ ქალებს როგორ მოგივიდათ, რომელსაც აი მართლა მთელი გულით გაფასებთ, რომ ინტელექტიც გაგაჩნიათ, სიბასრეც გაგაჩნიათ, ესე კეთილშობილებაც გაგაჩნიათ, ყველა სხვა ტიპის ქალთან შედარებით. რა დაგემართათ? ესე როგორ ბოდიში და ქალებმა ესე როგორ ჩაიჯვით. აი ესე პირდაპირ გეუბნებით. ეს რა ჩაიდინეთ ეგეთი? რა არის თქვენთვის ეს 8 მარტი, ესე იგი რაღაცა ეს მოკეკლუცო სიშტერე არის ნამდვილი? ქალის თუ რა გჭირთ? რომ აი რაღაც მანდილი და ქალი და კაცი მოვიდეს და ყვავილი მოგცეთ? გამოტვინდით ხალხნო? ეს როგორ მოგივიდათ საერთოდ ქალებს?